განვიხილოთ საჩხერის პრაქტიკული გამოცდის ახალი მარშრუტები. სააგენტოდან გამოსვლისას აუცილებლად ვრთავთ მარჯვენა მაშუქ სიგნალს. გამოსვლის დროს აუცილებლად ვიხედებით მარცხენა მხარეს, თუ დაბრკოლება გვყავს, ველოდებით ხაზთან და შემდეგ ვდგებით ჩვენს ზოლში მარჯვენა მაშუქი სიგნალით. როგორც კი გავსწორდებით, მაშუქი სიგნალი გამოირთვება და სიჩქარე უნდა ავკრიბოთ 70-მდე, რადგან იწყება 70-ის სიჩქარის ზონა. მოსახვევში შესვლისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მოსახვევში არ გამოიყენოთ მუხრუჭი. მოსახვევამდე დააგდეთ სიჩქარე, 60-მდე აუშვებთ მუხრუჭს ფეხს. როგორც კი მოსახვევში შეხვალთ, დაადგით გაზს და აკრიბეთ სიჩქარე ისევ 70-მდე. 70-იან ზონაში არ დააგდოთ სიჩქარე 65-ს ქვემოთ, რადგან ითვლება შეცდომად და გაგჭრით ქულებს. გაითვალისწინეთ, ყოველთვის მუხრუჭის გამოყენების დროს აუცილებლად ვიხედებით ჩვენს ზემოთ მდებარე სარკეში, რომელიც უკან გვიჩვენებს გზას მთლიანად. უსწორმასწორო ზედაპირის შემთხვევაში, გზაზე უსწორმასწორო ზედაპირის შემთხვევაში, რბილად უნდა გადავატოროთ აუცილებლად მანქანა. მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად ჩამოგსვამენ. მივუახლოვდით აღმართს. აქაც არ უნდა დააგდოთ აუცილებლად 65 ზემოთ 70-მდე უნდა გქონდეთ სიჩქარე. და გაითვალისწინეთ 50-იან, 60-იან და 70-იან სიჩქარის ზონაში თქვენს და თქვენს წინ მიმავალ მანქანას შორის დისტანცია აუცილებლად 3 მანქანის ოდენი უნდა იყოს. გაითვალისწინეთ სიჩქარეს აღმართზე ვაკონტროლებთ გაზით და დაღმართზე მუხრუჭით. სიჩქარის კონტროლით ვაგრძელებთ, რადგან იწყება დაღმართი და თან ნელ-ნელა შევდივართ 60-იან ზონაში. მარჯვენა მხარეს უკვე გვაქვს 60-იანი სიჩქარის ზონა, არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარისა, 55-დან 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობთ ამ ზონაში. გაითვალისწინეთ, თუ მანქანა გვისწრებს, აუცილებლად უბრალოდ გაზს ავუშვებთ ფეხს, არანაირი მუხრუჭი და არანაირი მანქანის გზიდან გადაწევა. მანქანა ჩვეულებრივად მიდის, როგორც დგავართ და მუხრუჭს არ ვიყენებთ. ითვალისწინეთ, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ყველა მომენტში სარკე. თუ მუხრუჭს იყენებთ, თქვენ თავს ზემოთ დგომი სარკე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, უნდა გაიხედოთ. ზოლს ვიყენებთ აუცილებლად მაშუქ სიგნალებს, რომელ მაშუქ სიგნალსაც ჩავრთავთ, იმ მხარეს ვიხედებით სარკეში.ავს როგორც კი გავწდებით, არის გზის უსწორმასწორობა, ოდნავ წავაპარებთ მუხრუჭს ფეხს, ვიხედებით მარცხნივ, მარჯვნივ მხარზე, კარგად ვატრიალებთ თავს. აქ გვიცხადებს 300 მეტრში მოუხვიეთ მარცხნივ. ვიდივართ 50-იანი სიჩქარის ზონაში. ნიშანს როგორც კი მივუახლოვდებით, ვიხედებით მარცხენა სარკეში, ვრთავთ მარცხენა მაშუქ სიგნალს, ვიცვლით ზოლს, გამოვრთავთ მარცხენა მაშუქ სიგნალს, ვიხედებით მარცხნივ, მარჯვნივ ზებრაზე, ხომ არავინ გვყავს დაბრკოლება, მალე მოუხვია მარცხნივ გვიცხადებს კომპიუტერი. აქ აუცილებლად მხარზე ვიხედებით მარცხნივ, თუ არავინ არ არის, შევდივართ, აი ამ სამკუთხედთან ვდგებით და მარჯვენა მხარეს კარგად ვამოწმებთ ხომ არავინ მოდის. თუ არავინ არ მოდის, შეგვიძლია გავაგრძელოთ პირდაპირ გზა. შევედით დასახლებულ გზაზე, ამიტომაც არაუმეტეს 40 საათის სიჩქარისა ვმოძრაობთ. წინ არის დაბრკოლება, ვრთავთ მარცხენას, ვიხედებით სარკეში, ვრთავთ მარჯვენა მაშუქ სიგნალს, ვიხედებით სარკეში და ვდგებით ჩვეულებრივად ვაგრძელებთ გზას. მალე მოუხვია მარცხნივ გვიცხადებს, ვრთავთ მარცხენა მაშუქ სიგნალს, ისარს ვუვლით მარჯვნიდან გვერდს, ვიხედებით მარცხნივ მხარზე და მარჯვენა ზოლში შევდივართ. ვიხედებით მარჯვენა მხარზე, არავინ არ მოდის, ვაგრძელებთ გზას. აქ არ გვიცხადებს, აუცილებლად ვრთავთ მარჯვნივ მოხვევის სიგნალს და როგორც კი გავსწორდებით, აუცილებლად გამოვრთავთ. ეს არის ხელოვნური უსწორმასწორობა, სადაც უბრალოდ გაზს ავუშვებთ ფეხს, რადგან აღმართზეა და თავისით დაეცემა სიჩქარე და გადავა რბილად. ხელოვნურ უსწორმასწორობაზე სიჩქარეს ვაგდებთ 15 კმ/სთ სიჩქარემდე.
ისევ გვხვდება ხელოვნური უსწორმასწორობა. შევანელებთ და გვიცხადებს იმოძრავე პირდაპირ წრიულზე. წრიულზე ვანელებთ სიჩქარეს, ვიხედებით არაფერი დაბრკოლება არ გვყავს, ყველა მხარეს აუცილებლად მხარზე უნდა გავიხედოთ და ვაგრძელებთ გზას პირდაპირ. აქ არის პარკინგები და აუცილებლად ზოლთან უნდა მივწიოთ ახლოს და ხალხი მოძრაობს დიდი რაოდენობით. აუცილებლად გადავატარებ და ნელა გადავივლით ხელოვნურ უსწორმასწორობაზე. ზებრაზე აუცილებლად ვამოწმებთ მარცხნივ მარჯვნივ და აი აქ მდგომ მანქანებს სჭირდებათ აუცილებლად მარცხნა მაშუქი სიგნალი, რადგან ვეხებით ხაზს. დამთავრების შემდეგ ვთავთ მარჯვენას, ვიხედებით მარჯვენა სარკეში და გამოვრთავთ როგორც კი ზოლში გავსწორდებით. ყველგან დასახლებულ პუნქტში 40 არის გზა. იმოძრავე მარცხნივ წრიულზე. თუ ვინმე გვყავს დაბრკოლება, აუცილებლად უნდა გადავატაროთ. ვიხედებით აუცილებლად მარცხნივ, მარჯვნივ. თუ არ გვყავს დაბრკოლება, შევდივართ წრიულზე, მაინც კიდევ ვამოწმებთ მარჯვენა მხრიდან ისევ დაბრკოლება ხომ არ გვაქვს და ვსწორდებით მარცხენა მხარეს. წინ არის დაბრკოლება, ამიტომაც ვrთავთ მარცხენა მაშუქ სიგნალს, ვიხედებით სარკეში, გადავასწრებთ, ვrთავთ მარჯვენას, ვიხედებით მარჯვენა სარკეში და ვაგრძელებთ პირდაპირ გზას. გვიცხადებს მალე მოუხვიე მარჯვნივ. ვანელებთ სიჩქარეს, ამოსახოვში შევდივართ ნელა, შვიდად. წინ არის დაბრკოლება, მაშინვე ვrთავთ მარცხენა მაშუქ სიგნალს, ვიხედებით სარკეში, ვrთავთ მარჯვენა მაშუქ სიგნალს, ვბრუნდებით ჩვენს ზოლში და ვიხედებით სარკეში აუცილებლად არ დაგვაუზდეს. ამ ქუჩაზე დგანან მანქანები ძალიან ცუდად, ამიტომაც გაითვალისწინეთ, ნელა შედით მოსახვევში. მალე მოუხვიე მარცხნივ, ვთავთ მარცხენა მაშუქ სიგნალს, ვიხედებით სარკეში და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ჩვენს ზოლში პირდაპირ გზას. ეს არის დაღმართი, ვაკონტროლებთ აუცილებლად სიჩქარეს. მოძრაობს ქალბატონი, აუცილებლად მარცხენას ვrთავთ, ვიხედებით სარკეში, ვrთავთ მარჯვენას, ვიხედებით მარჯვენა სარკეში და ვაგრძელებთ პირდაპირ გზას. თან არის დაღმართი, ტორმოზით მშვიდად ვაგრძელებთ გზას. აქაც ნიშანია ვიხედებით მხარზე, მოსახოვიდან არავინ გამოვიდეს. გვიცხადებს იმოძრავე მარჯვნივ. მხარზე გავიხედავთ ჯერ მარჯვნივ, არაფერი არ გვაქვს, შემდეგ ჩავრთავთ მაშუქ სიგნალს, მარცხნივ გავიხედავთ, ვაგრძელებთ მარჯვნივ გზას, გამოვრთავთ მაშუქ სიგნალს. აქ არის ხელოვნური უსწორმასწორობა, ნელა ვაგდებთ სიჩქარეს, ნელა გადავივლით და აუცილებლად უნდა ავკრიბოთ მეორე ხელოვნურ უსწორმასწორობამდე სიჩქარე. არ უნდა ვიაროთ ნელა. 15 კმ/სთ სიჩქარის ზემოთ არ გადავიდეთ ამ ხელოვნურ უსწორმასწორობაზე. ისევ ხელოვნური უსწორმასწორობაა, დავაგდებ სიჩქარეს 15 კმ/სთ სიჩქარემდე. გადავა, ოდნავ ავკრებთ სიჩქარეს, წინ ისევ ხელოვნური უსწორმასწორობაა, დავაგდებთ ისევ სიჩქარეს, გადავივლით და აქ აუცილებლად უნდა ავკრიბოთ 40-მდე სიჩქარე. 35-დან 40 კმ/სთ-მდე. ისევ ხელოვნური უსწორმასწორობა, დავაგდებთ სიჩქარეს, გადავივლით, აქ გვიცხადებს იმოძრავე პირდაპირ და ვrთავთ მარჯვენა მაშუქ სიგნალს, მაგრამ შეიძლება ცუდად იდგეს მანქანები და დაგჭირდეთ მარცხენა, თქვენ უნდა განსაზღვროთ როგორ ეხებით ზოლს. თუ დაბრკოლებაა ვუთმობთ აუცილებლად, თუ არა და შევდივართ ჩვენ ზოლში, გამოვრთავთ მაშუქ სიგნალს, ვიხედებით მარცხნივ მარჯვნივ ადამიანები არ იყვნენ ზებრაზე, აქ გვიცხადებს მალე მოუხვიე მარჯვნივ, ვrთავთ მარჯვენა მაშუქ სიგნალს. როგორც კი შემოვალთ, აუცილებლად ავკრებთ სიჩქარეს, 35-40 მაქსიმუმ კმ/სთ სიჩქარით უნდა ვიმოძრავოთ. თუ ადამიანები გადმოდიან, აუცილებლად ვუთმობთ გზას.
არის გადასასვლელი რკინები, უბრალოდ ავუშვებთ ფეხს, ტორმოზს არ ვიყენებთ, გადავარ, ბილად მანქანა, აავკრებთ ისევ სიჩქარეს და მივდივართ 40 კმ/სთ სიჩქარემდე. აქ გვიცხადებს მალე მოუხვია მარცხნივ და წრიულზე ვატრიალებთ მანქანას. მოვდივართ ისევ უკან. წრიული სამკუთხედებზე რომ შევალთ, ვიხედებით აუცილებლად მარცხნივ მხარზე, თუ არავინ არ გვყავს დაბრკოლება, ვამოწმებთ მაინც, რომ არავინ არ შემოვიდეს, ვიხედებით მარჯვნივ მხარზე, თუ არავინ არ არის, ვაგრძელებთ გზას ჩვეულებრივად. წინ არის ადამიანი, ვატარებთ და შემდეგ ვაგრძელებთ გზას. ამ გზაზეც მოძრაობთ არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარისა. სიჩქარეს ვარეგულირებთ მუხრუჭით. მივუახლოვდით, ვიხედებით აუცილებლად მარჯვენა მხარზე და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად გზას. გვიცხადებს მალე მოუხვია მარცხნივ, ვრთავთ მარცხენა მაშუქ სიგნალს. არ ვმალავთ წინა მანქანის ბორბლებს და ამ დისტანციით მივყვებით მანქანას. არც ძალიან ზოლისკენ უნდა მივწიოთ და არც ძალიან მარჯვნივ არ უნდა მივწიოთ. ჩვეულებრივად გავყვეთ გზას. ესეთ შემოდის მანქანების გზა და მიდის მარჯვენა მხარეს და ამიტომაც ისეთი დისტანცია უნდა დატოვოს შენ და წინა მანქანას შორის, რომ თქვენ მანქანებს შორის გაიაროს მანქანამ და შევიდეს მარჯვენა მხარეს. წინ არის რკინები, რკინებს შევეხებით, გავიხედავთ მარცხნიდან მოდის, მარჯვნივ გავიხედავთ, მარჯვნიდანაც თუ ყავს დაბრკოლება, გაივლის მანქანები, როგორც კი გათავისუფლდება გზა, ვდგებით ჩვენს ზოლში. როგორც კი გავსწორდებით, ვრთავთ მარჯვენა მაშუქ სიგნალს. ვიხედებით ზებრაზე აუცილებლად მარჯვნივ თავს ვატრიალებთ და აუცილებლად 25 კმ/სთ უნდა გადავიაროთ ხიდზე და გვიცხადებს მალე მოუხვია მარჯვნივ. ვრთავთ მარჯვენა მაშუქ სიგნალს. აქ არის ზებრა, ვიხედებით მარჯვნივ ხომ არ გვყავს დაბრკოლება და შევდივართ. ნელა-ნელა მივყვებით მანქანას უკან. წინ არის სამკუთხედები, სამკუთხედებს როგორც კი მივუახლოვდებით, ვიხედებით მარცხნივ მხარზე თუ არ გვყავს დაბრკოლება, ვაგრძელებთ პირდაპირ გზას. აუცილებლად გაითვალისწინეთ, ზებრაზე არ უნდა მოგიწიოთ დგომა. თუ ხედავთ, რომ წინ არის საცობი და მაგ შემთხვევაში გიწევთ გაჩერება, გირჩევნიათ დიდი დისტანცია დაიჭიროთ, რადგან ზებრაზე არ მოგიწიოთ გაჩერება. აი ეს მანქანა ეხლა ცუდად არის დაყენებული, ის გვიწევს, რომ ზოლს შევეხოთ, ვრთავთ მარცხენას, ვიხედებით მარცხენა სარკეში, ვდგავთ მარჯვენას, ვიხედებით მარჯვენა სარკეში და გამოვრთავთ აუცილებლად მაშუქ სიგნალს. ზებრა აუცილებლად გადავატარებთ ადამიანს, როგორც კი ავა უსაფრთხოების კუნძულზე, ვაგრძელებთ გზას. წინ არის კიდევ ადამიანი, აუცილებლად ვანელებთ გადავატარებთ და გავაგრძელებთ პირდაპირ მოძრაობას. წინ არის მანქანა, ახლოს არ მივდივართ ძალიან, არც გვერდზე მდგომ, პარკინგზე მდგომ მანქანებთან არ უნდა დავიჭიროთ. გირჩევნიათ ზოლთან იდგეს ახლოს, ვიდრე პარკინგთან მდგომ მანქანებთან. გადმოდიოდა ადამიანი, მაგრამ არ გადმოვიდა, ამიტომაც ვაგრძელებთ გზას. აქ არის ზებრა, ვიხედებით მარცხნივ, ვიხედებით მხარზე, რადგან გზა შემოდის აუცილებლად და ვაგრძელებთ პირდაპირ გზას. მალე მოუხვია მარჯვნივ, ვრთავთ მარჯვენა მაშუქ სიგნალს. ჩვენ სავალ ნაწილზე არავინ არ არის, მხოლოდ ძაღლია, ვუთმობთ, როგორც კი გაგვწდება, ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. წევთ სიჩქარეს 40-მდე და მივდივართ
უკვე გვიცხადებს მალე მოუხვია მარცხნივ. აქ არის ერთადერთი ხე. ამ ხეს გავისწორებთ აუცილებლად ჩვენს კარებში. ვკეცავთ როლს, თუ წინიდან მანქანა გყავს, აუცილებლად უნდა გავატაროთ. დაველოდებით მარცხენა მაშუქის სიგნალით. გავატარებთ მანქანას, ვკეცავთ ბოლომდე რულს, შევდივართ, მოვდივართ ხაზამდე. და არ უნდა გავცეთ, გავაჩერებთ, თავთ მარჯვნივ მოხვევის სიგნალს, ვიხედებით მარცხნივ, თუ არავინ არ მოდის, შეგვიძლია შევიდეთ ჩვეულებრივად ზოლში. გაითვალისწინეთ ისე შემოდით, რომ საპირისპირო ზოლს არ შეეხოთ, თორემ მაშინვე ჩამოგსვამენ. ვაგრძელებთ ისევ 40-ით მოძრაობას. მალე მოუხვია მარცხნივ. აი იმ შენობისკენ თითქოს იმ შენობის შინობაში შევდივართ, აი მაგას გავუსწორებთ, ადამიანი გადმოდის, წინ გყავს დაბრკოლება მანქანის, ვიხედებით მარჯვნივ, მარცხნივ, ვამოწმებთ დაბრკოლება გყავს თუ არა, ადამიანმა უკიდან გაგვიარა, ყველა დაბრკოლებას გავატარებთ და შევდივართ, ვსწორდებით ჩვენ ზოლში. თუ ბაზრის ტერიტორია იქნება ცარიელი 30-ით მაინც უნდა ვიაროთ, თუ არა და ჩვენს წინ მიმავალ მანქანას უნდა გავყვეთ. ხედებით მხარზე მარჯვნივ ხომ არაფერი შემოდის, წინ არის ზებრა, ისე გაითვალისწინეთ, რომ ზებრაზე არ მოგიწიოთ დგომა. გადავა მანქანა, თქვენ შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ შემდეგ. მივყვებით მანქანებს მშვიდად. ვამოწმებთ აუცილებლად ხომ არაფერია დაბრკოლება, ყველა მუხრუჭის დროს ვიხედებით ჩვენს ზემოთ მდგომ სარკეში. ადამიანები გადმოდიან ხოლმე ძალიან ცუდად, ამიტომაც გააკონტროლეთ მარცხნივ, მარჯვნივ, როდესაც ესე მიდიხართ მით უმეტეს, აუცილებლად აკონტროლეთ მარცხენა და მარჯვენა მხარე, ხომ არავინ შემოდის, თუ შემოდის ვინმე, აუცილებლად უნდა დავუთმოთ გზა. ზებრაზე გადმოდის ადამიანი, როგორც კი გადავა უსაფრთხო ადგილას და გაგვწდება, ვაგრძელებთ მოძრაობას, ვუთმობთ გზას შემომავალ მანქანებსაც. აქ გვიცხადებს იმოძრავე მარცხნივ წრიულზე, ვრთავთ მარცხენა მაშუქ სიგნალს. მკუთხედებთან ვჩერდებით, თუ ყავს დაბრკოლება ვამოწმებთ, მარცხნივ, მარჯვნივ, არაფერი არ არის, ვიხედებით აუცილებლად და ვაგრძელებთ გზას. აქ არის ზებრა, ვიხედებით მარცხნივ, მარჯვნივ, წინა. მალე მოუხვია მარცხნივ, გაითვალისწინეთ ისევ, გადავდივართ 25-ით ხიდზე. შევდივართ, ვამოწმებთ მარცხნივ, მარჯვნივ, ზებრაზე ხომ არავინ არ არის. იმოძრავე მარჯვნივ, ვრთავთ მარჯვენა მაშუქ სიგნალს. ავდივართ ისევ მაჭავარიანის ქუჩაზე. როგორც კი გავსწორდებით, ვუმატებთ სიჩქარეს, რადგან არის აღმართი. გაზით ვაკონტროლებთ სიჩქარეს, აუცილებლად 40 კმ/სთ-მდე უნდა ვიაროთ. წინ ისე რკინებია, უბრალოდ გასავუშვებთ ფეხს, რბილად გადაივლის მანქანა და გაზს ვაძლევთ და აგვყავს ისევ 40 კმ/სთ-მდე. 35-დან 40 კმ/სთ-მდე. მანქანებს უნდა გავყვეთ, რა სიჩქარითაც არ უნდა მიდიოდეს, იმ სიჩქარით უნდა გავყვეთ აუცილებლად. 5-ით რომ მიდიოდეს, 5-ით უნდა გაყვე აუცილებლად. რადგან ვერ გადაასწრებ. წრიულზე იმოძრავე მარცხნივ გვიცხადებს, ვრთავთ მარცხენა მაშუქ სიგნალს. სამკუთხედებთან მისვლისას, მარცხნივ ვიხედებით, მარჯვნივ პირდაპირ არავინ არ არის, ამიტომაც შევდივართ და ვაგრძელებთ პირდაპირ მოძრაობას.
აქ გვიცხადებს მალე მოუხვიე მარცხნივ წრიულზე. ვიხედებით მხარზე მარცხნივ არაფერი არ არის, ვიხედებით მარჯვნივ არაფერი არ არის, დაბრკოლება არ გვყავს, ამიტომაც შევდივართ. ვიხედებით აუცილებლად მარჯვნივ ისევ ხომ არაფერი არის და ვაგრძელებთ პირდაპირ მოძრაობას. ეს არის ცალმხრივი გზა, მაგრამ ზოგჯერ ამოდიან ქვემოდან აქ მაცხოვრებელი ადამიანები და მომუშავე ადამიანები. აქვთ უფლება, ამიტომაც გაითვალისწინეთ, არც ძალიან ახლოს მიხვიდეთ პარკინგთან. ვაგრძელებთ გზას პირდაპირ ჩვეულებრივად. გვიცხადებს მალე მოუხვიე მარჯვნივ. გზის დათმობის ნიშანთან მივდივართ, ვდგებით და ვიხედებით მარცხენა მხარეს აუცილებლად. გვყავს დაბრკოლება, ამიტომაც ველოდებით ბოლომდე გაიაროს ყველა დაბრკოლებამ. აღარ გვყავს დაბრკოლება, შევდივართ, სწორდებით და გამოვრთავთ მაშუկ სიგნალს. დისტანციით ვაგრძელებთ გზას. გვიცხადებს იმოძრავა პირდაპირ. წინ მივდივართ ნიშანთან რკინებამდე. ვიხედებით აუცილებლად მხარზე დაბრკოლება ხომ არ გვყავს, თუ არ გვყავს დაბრკოლება, ვაგრძელებთ პირდაპირ გზას. აქ არის ზებრა, ვამოწმებთ მარცხნივ, მარჯვნივ ხომ არ არის დაბრკოლება და ვაგრძელებთ პირდაპირ გზას. 40-ია სიჩქარე აუცილებლად გაითვალისწინეთ. ზებრაზე არ ჭირდება შენელება, უბრალოდ მარჯვნივ, მარცხნივ ვატრიალებთ თავს, ვამოწმებთ ხომ არ არის დაბრკოლება. აქამდე არის ქალაქი, უკვე 50-იანი გზა იწყება, ამიტომაც მივადგავთ გაზ ფეხს, ვიხედებით მარჯვენა მხარეს, დაბრკოლება ხომ არ არის, ვაგრძელებთ მარჯვენა ზოლში მოძრაობას. ზებრაზე ვამოწმებთ მარჯვნივ, მარცხნივ დაბრკოლება ხომ არ არის. კვეტელის ბოლოში გავიხედავთ მარცხენა სარკეში დაბრკოლება ხომ არ არის და ვაგრძელებთ პირდაპირ გზას. ეს არის 50-იანი სიჩქარე, ვკრებთ 50-ამ სიჩქარეს, 45-დან 50-მდე. ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ, ვიხედებით მარცხნივ, მარჯვნივ, ხომ არაფერია, აუცილებლად მხარზე უნდა გავიხედოთ მარცხნივ, მარჯვნივ, სადაც შემოსახვევია, საიდანაც გზა უერთდება გზას, აუცილებლად მარცხნივ, მარჯვნივ უნდა გავატრიალოთ კარგად თავი. სიჩქარეს არ უნდა გადავაჭრობოთ არაუმეტეს 50-ისა. მალე შევდივართ 60-იან ზონაში. თუ მანქანა გვისწრებს, გაზზე ავუშვათ ფეხი, უბრალოდ გავიხედოთ სარკეში, არ გამოვიყენოთ მუხრუჭი და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ გზა. გვერდზე არ ვწევთ მანქანას, მუხრუჭს ფეხს არ ავადგავთ. შევდივართ 60-იან ზონაში, არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარე უნდა ავკრიბოთ. 55-დან 60 კმ/სთ-მდე შეგვიძლია მოძრაოთ. არც მეტი, არც ნაკლები. კიდევ ერთხელ მიმეორებ, როდესაც დაბრკოლება გვყავს და ზოლს ოდნავ მაინც ვეხებით, ვრთავთ მარცხენა პავაროტნიკს, ვიხედებით მარცხენა სარკეში, ვასწრებთ, ვრთავთ მარჯვენა პავაროტნიკს, ვბრუნდებით ზოლში, ვიხედებით მარჯვენა სარკეში. როგორც კი პავაროტნიკს ჩართავთ, მაშინვე იხედებით იმავე სარკეში, რომელ მხარესაც ჩართეთ პავაროტნიკი. შევდივართ 70-იან სიჩქარეში, ვკრებთ სიჩქარეს და 65-70, მაქსიმუმ 70 კმ/სთ სიჩქარით დავდივართ. არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარეს. უკვე იწყება დაღმართი, ვაკონტროლებთ მუხრუჭით სიჩქარეს. მოსახვევებში 60-ს გადაჭარბებული არ შევდივართ სიჩქარე. მოსახვევში შესვლისას სტორმუს არ ვიყენებთ. მოსახვევში შესვლამდე
ვამუხრუჭებთ, ჩამოვწევთ ოდნავ სიჩქარეს, მოსახვევში შევალთ რბილად და დავადგავთ გაზს, დავწევთ ისევ 70-მდე სიჩქარეს. მოსახვევამდე ვადგავთ, ვანელებთ და ჩვეულებრივად შედის მანქანა. ვადგავთ გაზს და ვაგრძელებთ სიჩქარეს 70-მდე ვწევთ. ეს მესამე მოსახვევი, 60-მდე დავაგდეთ სიჩქარე, გავუშვეთ ფეხი, შევედით მოსახვევში და ისე ვავკრებთ 70-მდე სიჩქარეს. წინ თუ მანქანა მიდის 50-ან, 60 და 70-ან გზაზე, აუცილებლად დისტანცია უნდა დაიკავო, 3 მანქანა უნდა ჩაეტიოს შენ და წინ მიმავალ მანქანას შორის, მაგრამ ქალაქში 40-იან გზაზე სხვა არის დისტანცია. ამ გზაზე აუცილებელია სიჩქარის კონტროლი და დისტანცია. აქ გვიცხადებს მალე მოუხვია მარცხნივ, მივყვებით აუცილებლად მარცხენა პავაროტნიკით, ხერხემალოს ბოლოში როგორც კი მივალთ, ჩერდებით მანქანით, ვუთმობთ ყველა დაბრკოლებას გზას